რა არის იმაზე უფრო სასიამოვნო თუ თქვენი ხელთ უმზადებული ესეთი დიდებული დესერტი. შავი ტყის ალუბლები, მარტივად, ადვილად, ერთი ბისკვიტი, ერთი კრემი და სასიამოვნო და საოცარი შედეგი. მოგესალმებით და პოლე სამზარეულოში დღეს მოვამზადოთ შოკოლადის რულეტი. შოკოლადის კრემთან ერთად. თავიდან კრემი იქნება აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ცივი კრემი, რომელსაც ყველა ძალიან კარგად იცნობთ. კრემს ჩვენ მივანიჭებთ ორ დანიშნულებას, რომელიც აბსოლუტურად შეცვლის შემდეგ შედეგს. რულეტის მომზადება ძალიან მარტივია, მაგრამ ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ. კვერცხი უნდა იყოს ძალიან კარგად გათქვეფილი, უნდა იყოს ძალიან ჰაეროვანი მასა და ასევე უნდა გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე მოკლე დროში. კლასიკური რულეტი ჩათვალოთ, რომ ეს არის კლასიკური ბისკვიტი, უბრალოდ სხვა ფორმაში. განიერი და შედარებით უფრო თხელი. ამისათვის გჭირდება 6 კვერცხი, 150 გრამი შაქარი, 120 გრამი ფქვილი და 30 გრამი კაკაო. კვერცხის ომას აქვს დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ შემდეგ შეიძლება ფქვილის რაოდენობა გაიზარდოს. ჩემთან არის ზომა M, მედიუმი, საშუალო ზომის. სანამ მომზადებას დავიწყებთ, ხუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე. ეხლა კი კვერცხი გავთქვიფოთ შაქართან ერთად და რულეტის თავარი საიდუმლო, რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. კარგად გათეთრდეს ჩვენი მასა, კარგად გაფუმფულდეს, იმიტომ რომ აქ არ უმატებთ ჩვენ გამამხვრებელს და ზუსტად ამის ხარჯზე ხდება შემდეგ ეს მასა ესეთი ჰაეროვანი და ესეთი ფაფუკი. ვანილი არ გამოგრჩეს და მწიკვი მარილი. ვთქვიფოთ რაც შეიძლება დიდხანს. მასა გათეთრდა და გავარმაგდა ჩემთან დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ითქვიფებოდა. მნიშვნელოვანი ნაწილი ფქვილი და კაკაო კი არ უნდა შევათქვიფოთ, არამედ უნდა შევურეთ ხელით და ამ შემთხვევაში ჯობია რომ გავცრათ. ნახეთ რამდენი შეკრული კაკაო და ფქვილი რჩება შიგნით. რაც შეიძლება ფრთხილად და ფაქიზად შევურიოთ ფქვილი და კაკაო. და კაკაო. წინააღმდეგ შემთხვევაში რულეტი არ იქნება ფაფუკი და უბრალოდ მასა დავარდება. ბოლოჯერ ამოვიდა ნახოთ ფქვილი და კაკაო ხომ არ დარჩა გავხსნილი, ახლა გადავდანოთ ყველაზე დიდ ფორმაზე. მნიშვნელოვანი, ამას აღარ ვაჭერებთ, არამედ ვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე, ეს არის 200 ან 200 გრადუსზე და თუ რამდენი დრო დაჭირდება, ამას შემდეგ გეტყვით. ჩვენი ბისკვიტი გამოცხვა დაჭერდა 200 გრადუსზე, დაახლოებით 10 წუთი. ეხლა სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ და მოვაცილოთ ეს ქაღალდი, რაც აქვს დაფენილი. ზემოდან პერგამენტის ქაღალდს გადავაფარებ. ასე. და ფრთხილად ამოვატრიალოთ. ეს ქაღალდიც ფრთხილად მოვაცილოთ. შემოვატრიალოთ ესე და ამ მხრიდან გადავკეცოთ. ამას ვაკეთებთ სანამ ჯერ კიდევ თბილია. აი ასე. კიდევ ჩაის ტილოს დავუდებ დაბლა და იმაში გადავახო. შეგიძლიათ ოდნავ დანამოდგიდეთ. ასე. ეხლა გავაჩეროთ რომ შეგრილდეს. დღევანდელი კრემი იქნება აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცივი კრემი. ამ კრემს მე გამოვიყენებ იმიტომ რომ ასევე სხვა დანიშნულებაც მინდა რომ მივცე. ანუ ეს არ იქნება ჩვენთვის მხოლოდ ტორტის კრემი, არამედ ამ კრემს გადავაქცევთ შემდეგ საინტერესო რამეთ, რომელსაც ბოლოში აუცილებლად გაჩვენებთ. ამისათვის გჭირდება ეხლა შემდეგი ინგრედიენტები. გჭირდება 300 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი, 1 კილო შესქელებული რძე, რომელიც არის მოუხარშავი, 2 სუფრის კოვზი კაკაო და ასევე ვანილი. მომდით ხოლმე საჩივრები, რომ ძალიან ბევრი საუბრობ. გააკეთე ჯგარ და დამთავრდა, მაგრამ ეხლა ამ კრემს რომ მე არ შევეხო, არ შეიძლება. ეს არის კრემი 2 ინგრედიენტით.
შეგიძლიათ როგორც ცივი კრემი, ისე კაკაოს გარეშე მომზადოთ, გექნებათ ვანილის კრემი, მაგრამ არის ძალიან პრეტენზიული ზოგადად. რომ შევატაროთ ახლა მოხარშულ შესქელებულ რძესთან, ის არის აბსოლუტურად უპრეტენზიო კრემი და ძალიან მარტივად მზადება, ხოლო ეს კი არის ძალიან პრეტენზიული და დიდი ალბათობით იჭრება ხოლმე ხშირად. და ეს რისი ბრალია? კარაქი, ოთახის ტემპერატურის ძალიან რბილი და შესქელებულ რძე უნდა იყოს ასევე იგივე ტემპერატურის. კარაქი უნდა გქიფოთ იცით როგორ გაორმაგებამდე, გათეთრებამდე. აი მეტი რო არ შეიძლება იქამდე. აუცილებლად ძალიან დიდ ხანს უნდა გქიფოთ და შემდეგ ნელა უნდა დავუმატოთ შესქელებული რძე. ამიტომაც ვიცახ რომ ეს კრემი არის პრეტენზიული. ნახეთ როგორია. როგორი ფაფუკი და როგორი თეთრი, როგორი გაორმაგებული შიგნით შეიძლება რომ ადამიანი ჩაწვეს. ვანილი არ დაგვაუწყდეს, უნდა დავუმატოთ რომ გემოქონდეს გემრიელი. კრემი მზად არის, გამოვიდა ძალიან გემრიელი, უნივერსალური, მრავალმხრივ გამოსაყენებელი და გამოსადეგი კრემი. ეხლა ჩვენ დავუმატოთ კაკაო, რომ გამოგვივიდეს საბოლოოდ კაკაოს, ან უკეთესად ჟღერს შოკოლადის კრემი. ძვირფასი შოკოლადის კრემი გამოვიდეთ. შეხედეთ როგორი გემრიელია თქვენ არიცით. არაჩვეულებრივი. ესეც ძალიან კარგია როგორც შიგნიდან, ისე გარედან, ისე ფონდანტისთვის. კრემის მასა მთლიანად გამოდის 750 გრამი დაახლოებით და რამოდენიმე კოზი ახლა მოვიღოთ, იმიტომ რამდენი არ არის საჭირო, რა თქმა უნდა, ხარაც უფრო მეტი კრემი იქნება, მით უფრო უკეთესია ჩვენი რულეტი, მაგრამ ამდენი კრემი მართლა არ არის საჭირო და აბსოლუტურად სხვა დანიშნულებისთვის გამოვიყენებ. ჩვენი რულეტი მინდა იყოს შავი ტყის ალუბლების რულეტის გემოზე, მინდა რომ წავიდე. ეხლა მე ამას დავუმატებ ალუბლის არყს, სპირტს ასე ვთქვათ. თხილად მოვიოთ. შავი ტყის ალუბლებისთვის გჭირდება ალუბალი. მე აქ მაქვს არა ცოცხალი, არამედ ალუბლის კომპოტი, რომლის წვენსაც გადავწურავ. და თვითონ ალუბალს გამოვიყენებ. შოკოლადის რულეტი გაცივდა. ეხლა უკვე დროა რომ კრემი გავუკეთოთ შიგნიდან. და ვნახოთ როგორ შეინარჩუნო მისი ფორმა. კარგად დავუკვეთით რომ არა გრძელი მხრიდან, არამედ მოკლე მხრიდან უნდა გადავახვიოთ. კრემი ბოლომდე ნაპირებამდე არ მიიყვანოთ. ამ ადგილს ვტოვებთ. კრემი თავისად გადანაწილდება შემდეგ. მოვალაგოთ ალუბლები. გადავახვიოთ ახლა. ასე. რულეტი მზად არის, ეხლა მას მე გადავახვევ კიდევ ერთხელ და მოვათავსებ მაცივარში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ჩვენ ახლა გჭირდება ჯადოსნური ჯოხი, რომ ეს შესქელებული რძე გადაიქცეს მინანქრად და ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, არის ძალიან მარტივი. მე მინდა რომ ცოტა მუქი მინანქარი მქონდეს, ამიტომ კიდე დავუმატებ კაკაოს. დაახლოებით 9 სუფრის კოვს, ეს ახლა უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. ესე მოურევ. და დავუმატებთ რძეს. რძის რაოდენობა უკვე იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენ კრემს მოიტოვებთ თქვენ თვითონ. იმის მიხედვით და როდესაც ქურაზე გადაიტანთ და გააცხელებთ, ანუ ჩვენი მიზანი აქ ამ შემთხვევაში არის, რომ კარაქი გადნეს. და ეს მივიდეს არა ადუღებამდე, არამედ უბრალოდ ცოტა შეცხელდეს, კარაქი გადნეს და მივიღოთ ესეთი კლუვი თხელი მასა. და იმის მიხედვით შეგიძლიათ შემდეგ რომ თქვენ დავუმატოთ რძეც. კარაქი იწყებს უკვე გადნობას. ურიოთ თან გამუდმებით, ურიოთ. და ასე მივიღეთ ერთი კრემისგან ორი დანიშნულების პროდუქტი, როგორც კრემი, ისევე მინანქარი. ეს მინანქარი არის ძალიან კარგი. ეკლერებისთვის, ჩვეულებრივი შოკოლადის ტორტებისთვის, ჩიტის რძისთვის. მინანქარი არ უნდა იყოს ცხელი, არამედ უნდა იყოს გრილი.
და მოვასხათ ახლა ზემოდან და ვნახოთ თუ როგორი გამოვიდა. რულეტი იმყოფებოდა 2 საათის განმავლობაში მაცივარში. კარგად გაცივდა. ახლა გადავიტანე ამ ჩემს ფორმაზე, რომ გვერდები ჩამოვაჭრა. ვინან ქარი კარგად არის გამშრალი, ნახეთ. ხელზე არაფერი არ მეძებება. ახლა შეგიძლიათ ესე დატოვოთ, ჩემს აზრით ძალიან ლამაზია. ან მორჩენილი კრემი, თუ მოგჭათ გავით. ზუსტად ის კრემი, რომელიც ჩვენ მომზადეთ. დავაკეთოთ ზემოდან დეკორაცია. მოვიდა გასინჯვის დრო. ეს რა საოცრება. იმდენად ნაკლებით რო გჭირდებათ ამით მოსამზადებად, რომ არ უნდა დაიზაროთ, უბრალოდ არ უნდა დაიზაროთ, იმდენად გემრიელია. კრემი უფაფუკესი, ბისკვიტიც უფაფუკესი, არომატული. აი, სულაც არის ჩვენ დღევანდელი ვიდეო რეცეპტი, ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. თუ მოგეწონა დალაიქეთ და გამოიწერა ახიმსაც, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. დროებით. ეს რომ ბოლომდე არ დავამთავრო, არ არსებობს.